აგდებს ახლა თანამედროვე მსოფლიო იმას, რასაც მე მაგალითად ფსევდოლიბერალებს უწოდებ და ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს დაიღალა, გადააგდო და მიდის რაღაცა სხვა სიახლეებისკენ. ეს სხვა სიახლეები რა არის? დაბრუნება არის ისევ წარსულთან სინამდვილეში. The other side that says that we want no West because they're going to make us gay, they're going to make us like sort of lose our traditions, take away our, I don't know, religion. So these are the phobias they're trying to, you know, like sort of generate, because we all know that what Russia wants. They want to restore like the Soviet Union. I have no doubt that she is Russian. Fake news to some fake news. Post-truth. in the elementary school. James Comey announced. Why not? Why not? მე ვარ ჟურნალისტი, ტელეჟურნალისტი და ვცდილობ, რომ ჩემ თავს არ ვუწოდო პოლიტიკოსი. რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსი რო თქვა ჩემ თავზე ძალიან დიდი გზა უნდა გავიარო. Robin, очень приятно. Камаджабет. ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო ამ ბავშვებისთვის შენარჩუნდება რა. ჩვენ გავიმარჯვებთ და ქორწინება იქნება ისეთი, როგორიც ქართველ კაცს ესმის, მორწმუნე კაცს. მესამე მისცეს მოძრაობას მესამე. კი არა მეორეზე დაგნიშნეს ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ღია ვართ კიდევ ერთხელ ვამბობ იმ სასარგებლო ინიციატივებისთვის, რაც ევროპიდან მოვა, მაგრამ მე მხარს არ დაუჭერ ერთსქესიანთა ქორწინებას. იმიტომ რომ ეს ჩემი ტრადიციებისთვის, ჩემი კულტურისთვის, ჩემი ერის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. და მე იმის გამო რომ მოვეწონო დასავლეთს, ნუ მოვეწონები, მე მხარს არ დაუჭერ ერთსქესიანთა ქორწინებას, როცა ვიქნები პარლამენტში. ტაქტიკა, ეგეთი ტაქტიკა, არაფერი არ უნდა გაგიკეთოთ და სულ უნდა გელაპარაკოთ, რომ შეუძლებელია, ძნელია, პოლიტიკის საქმე. დიდი საქმე რო ამხელა ამერიკულმა კორპორაციამ მოწია. ავტომობილს რანომერი შემოგაზეთ. დიდი მადლობა ყველას. მოხდება სასწრაფო წყალები. ჩვენი პროგრამა პირველ 3 წელიწადში так называемые фейковые новости. Russia hating Western media. Other claims around events in Ukraine that simply don't add up. Irma Inashvili, I have no doubt that she is part of Russian agenda, no doubt at all. My name is Tamara Chergoleshvili. I was born in Tbilisi back in 1975 in the family of physicists. I was grown up in a very anti-Soviet family where we knew that Georgia should have been independent, sort of a free state with rock music and I don't know, sort of a free expression and all these things. Ha ha ha!
They said this is a park that they made. They spent hundreds of thousands of Georgian taxpayers' money on this kind of a funny thing. I am pretty sure like half of it went to the pockets of, like mayor's office. We cannot confirm anything, but normally when like stupid things like that happen, like the blue stones and water, normally, like you smell corruption, საყრელად ყველაზე ადვილია ეს არის რომ პუტინი არის მორალური ღირებულებების და ტრადიციული ღირებულებების დამცველი, მაშინ როდესაც ევროპა და ამერიკა ჩვენ კაცებს აიძულებს რომ გახდნენ ჰომოსექსუალები და იქორწინონ ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ის გააგებინა რომ ჯგუფის სასწავლებელი და I know that Russia is the biggest threat to Georgia's freedom, Georgia's independence. I don't want Georgia to become a mediocre state that will remain under the influence of Russia and that will not make its free choice, whether it's like European Union, NATO or whatever. And I'm afraid that Georgia would become a country, will become a failed state. რუსული პროპაგანდა ეხა მართლა სასაცილოა რა. პრაქტიკულად საქართველოში არ არის რუსული პროპაგანდის საფრთხე. ეს არის თემა, რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკონ ჩერგოლეიშვილის ტიპის ვთქვათ ადამიანებმა, რომ მოიპოვონ გრანტები და ქონდეთ ფუნქცია და მუდმივად დასავლეთს აჩვენებდნენ საფრთხეს, რომ აი საფრთხეა. მე მინდა პირველ რიგში ჯერ მივესალმოთ სანამ წარუადგენდე ქალბატონი ირმა ინაშვილი. ვივარგებთ დარჩებით, არ ვივარგებთ სწავლად რა. ჩვენი გუნდი ვართ. ჩვენი ტრადიციების დაცვის მომხრე ვართ. ჩვენი სარწმუნოების დაცვის მომხრე ვართ. ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვის მომხრე ვართ. ამაში მე ვფიქრობ, არაფერი არ არის ნეგატიური. Like I'm checking the opinion polls. There is a big chance she's not even able to pass threshold, and this is going to be a good thing.